ქრისტიანობა არის თავისუფლების რჯული, როგორც პავლე უწოდებს. აი ეს კეთილი უკმაყოფილება გქონდათ ჩვენ ქართულ წინაპრებს 1700 წელი. ეს არის 1700 წელი რაღაცას ვითვლით არა მარტო რაღაცა დადგენილებიდან ოფიციალურად რაღაცას გამოცხადებდნენ, არამედ ეს მთელი ისტორია ამის შემდგომ. დიდი შრომა ჩადეს. რო არ ჩაედოთ ეს შრომა, საქართველოს კულტურა გაითქვიფებოდა გვერდით ყოფ კულტურებში. ხედავ რომ ყველაფერი გამოხატვადია ქართულ ენაზე. მწვერვალი რა თქმა უნდა ივანე პეტრიცია, რომელიც უკვე პირდაპირ ფილოსოფიის თარგმნა დაიწყო. რუსთაველი არის დიდი აფეთქება და აფეთქება შეუძლებელია სხვადასხვა რაღაცა კომპონენტები რო არ შეხვდეს ერთმანეთს, სხვადასხვა კულტურები არ შეეჯახონ ერთმანეთს და ეს იწვევს რა შემოქმედებით აფეთქებას. გურამიშვილის რაც სრულიად ახალი ხმა შემოდის მე-18 საუკუნეში. აი დღეს ფეხის აწყობა, მაგრამ თავის შენახვა. ეპოქამ მოიტანა ახალი დოზის თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ტრადიციის გავლენით, იგივე ვაჟას, ილიას, შოთა რუსთაველის ტრადიციის გავლენით, არაპირისპირა ერთმანეთთან თავისუფლებას და ჭეშმარიტებას. ერთად მიაჩნიათ. აი ესეთია, ფიქრობ აი 1700 წლის მნიშვნელობა. ჩვენ თავი შეგვიძლია მივადევნოთ თვალი აი ამ ძალიან შემოქმედებით მხნე და შრომის მოყარე პროცესს, რაც ფაქტიურად გადაგვარჩინა.